გალტენ-თაგარტის შეფასებით 2025 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4 მილიარდ 600 მილიონ ამერიკულ დოლარს გაუტოლდა, რაც წლიურად თითქმის 5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. საინვესტიციო ბანკის ბაზრის ყოველკვირეული განახლების მიხედვით, გასული წლის დეკემბერში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად გაზრდილია 5.3%-ით 280 მილიონ ამერიკულ დოლარამდე. საინვესტიციო ბანკში საქართველოს ტურიზმის სექტორზე ირანში არსებული ვითარების გავლენასაც აფასებენ, რადგან საქართველოს ირანთან ეკონომიკური დამოკიდებულება ძირითადად ტურიზმით შემოიფარგლება, სადაც ირანიდან მიღებული ტურისტული შემოსავლები 2025 წლის იანვარ-სექტემბერში მთლიანი შემოსავლების 2.7%-ს შეადგენდა. ტურიზმის ინდუსტრიაში სიახლეები და ახალი წესები არის მიმდინარე წლიდან 2026 წლის 1 იანვრიდან საქართველოში შემოსული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის დაზღვევა ხდება სავალდებულო. ახალი რეგულაციის მიხედვით საქართველოში შემოსვლისას ტურისტს უნდა ჰქონდეს ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევების დაზღვევა. შემომავალი ვიზიტორების სავალდებულო დაზღვევის შემოტანა ტურიზმის შესახებ კანონით არის გაწერილი, დაზღვევის სქემა და პირობები კი მთავრობის დადგენილებამ უნდა განსაზღვროს. როგორ ხდება რეგულაციას ტურისტული ბიზნესი? მოვიკითხავთ დეტალებს. ჩვენს დღევანდელ სტუმრებთან ერთად სალომე ბერაია, პეგას ტურისტიკ ჯორჯიას გენერალური დირექტორი და ასევე ანა კირკიტაძე, ვინგლეთის დამფუძნებელი შემოვედნენ საქმიანი დილას ეთერს. დილამშვიდობისა და მოგესალმებით. დილამშვიდობისა, მადლობა მომბრძანებისთვის. გილოცავთ დღესასწაულებს. ჩვენც ასევე გილოცავთ. ვიდრე სიახლეებზე გადავალთ, ტურიზმის ინდუსტრია შევაჭამთ 2025 როგორ დავხურეთ და დაიხურა ეს ინდუსტრია გასული წლის ბოლოს. გასული წლის ბოლოს პრინციპში ცოტა ისეთი წელი იყო აღმავალ-დაღმავალი. პირველი ნახევარი საკმაოდ შემცირებული იყო მოთხოვნა, გარემო სიტუაციებიდან გამომდინარე. მეორე ნახევარმა მეტნაკლებად დააბალანსა პირველი ნაწილი და შესაბამისად შემიძლია ვთქვა, რომ დაახლოებით იგივენაირად დასრულდა ჩვენთვის 2025 როგორც 2024. ანუ არ გქონია რაღაც ესეთი შესამჩნევი ზრდა, რაც ზოგადად ახასიათებს ხოლმე ჩვენ სფეროს და ზოგადად ყველაფერს, რომ კლება არ იყო, იმიტომ რომ მეორე ნაწილში მეტნაკლებად როცა მაინც შეგუების მომენტი ჰქონდა ხალხს. კი, ყველაფერს ეგუება ალბათ ადამიანი, მაგ მივდივარ. ყოველ შემთხვევაში ჩვენ შემთხვევაში ასე იყო, იმიტომ რომ ადამიანები, რომლებიც ერიდებოდნენ, თქვა წლის პირველ ნახევარში, ვინც ყავს ჩვენ ტურისტები, ვინც ყოველწლიურად გეგმავენ და მიდიან სხვადასხვა მიმართულებით დასასვენებლად. და თქვა რაღაც გარკვეული ნაწილი წლის პირველ ნახევარში უფრო მეტად ერიდებოდა წასვლას, მაგრამ მეორე ნახევარში მაინც გადაწყვიტეს, რომ დაეგეგმათ სხვადასხვა მიმართულებები კი. არ შემიძლია არ დავეთ ახმოვანას რთული წელი იყო ნამდვილად, თუ შევაჯამებთ კომერციული თვალსაზრისით, არ იყო წამგებიანი, თუმცა ის პროგნოზები, რა პროგნოზებით ჩვენ გქონდა 2005 წლის დასაწყისში, მეტნაკლებად შევძელით, რომ შეგვესრულებინა, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, როდესაც წელი დგება, ჩვენ ყოველთვის ძალიან ადრე ვაკეთებთ ანალიზს და მე შემდეგ უკვე აი ამ გარემო ფაქტორებიდან გამომდინარე ხდება უკვე რეისების დაჯავშნაც, უკვე სასტუმროებთან მოლაპარაკებებიც და აქედან გამომდინარე ჩვენმა გამოცდილებამ გადაგვარჩინა ეგრეთ წოდებულად, იმიტომ რომ ყველა ის დაგეგმარება, რომელიც გასულ წლებში იყო მოსალოდნელი, ზუსტად იგივე რომ გაგვეკეთებინა, ამ შემთხვევაში მოგვიწევდა რაღაც გარკვეული რეისების ჩახსნა, გაუქმებები, რაც რა თქმა უნდა უარყოფითად იმოქმედებდა უკვე როგორც რეპუტაციაზე, ასევე უსაფრთხოებაზეც. რაც შეეხება თვითონ სრულ შეჯამებას, 2025 წელი ნამდვილად არ იყო ცუდი ტურისტული სეზონი, მიუხედავად იმისა, რომ იყო გარკვეული ჩავარდნები, ჩვენ როგორც ტუროპერატორი მას ტურიზმზე ვართ ორიენტირებული და შესაბამისად აქ უკვე ვუყურებთ ციფრებს, სტატისტიკას, გასული მსავრების ნაკადს, რაოდენობას და რა თქმა უნდა უკვე კომერციული თვალსაზრისით რამდენად მომგებიანი იყო ეს კომპანიისთვის. რაც შეეხება ზრდას, ჩვენ შემთხვევაში პროცენტულად თუ დავთვლით 2.5%-ით ზრდა ფიქსირდება, რაც იმ შემთხვევაში თუ გავითვალისწინებთ ყველა გარემო ფაქტორს, რაც მოგეხსენებათ ტრიალებდა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ქვეყნის გარეთაც, რაც პირველ რიგში სამწუხაროდ აისახება ისეთ სექტორებზე, როგორც არის ავიაცია და ტურიზმი, ვთვლი რომ საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. თუმცა სხვა პირობებში ეს 2.5% არ იქნებოდა დამაჯერებელი, მაგრამ ვითვალისწინებთ რა ყველა იმ ფაქტორს, მაინც ვართ კმაყოფილები. თუმცა
2026 წლისთვის შესაძლებელია უკვე სხვანაირად გავითვალისწინოთ ყველა ის ფაქტორი და ჩვენი მომხმარებლის ქცევაც უკვე იძლევა რა იმეს უკვე ინდიკაციას რა თქმა უნდა 2026 როგორი იქნება თქო წინასწარი განწყობები კონვერტირებული ჯავშნებში და მიმართებებში თქვენთან დაკავშირებით. სწორი ბრძანდებით გიორგი, ჩვენ უკვე დეკემბრის შუა რიცხვებში ოფიციალურად გამოვაცხადეთ 2026 წლის სეზონის გაყიდვებით, ჩაშვებულია გაყიდვებით ის სურათი, რაც ვთქვათ გვინდა რომ დავინახოთ, რა თქმა უნდა, ჯერ ადრეა, იმიტომ რომ მოგეხსენება ჩვენთან სახალხო დღესასწაულები და აღნიშვნები ძალიან დიდხანს გრძელდება. ამიტომ ის სურათი, რაც რისი დანახვაც გსურს, შეგვიძლია უკვე თებერვლის შუა რიცხვებისთვის ვიმსჯელოთ. თუმცა რეისები დამატებულია გაცილებით მეტი ვიდრე გასულ წელს. ეს იმას მიუთითებს, რომ ჩვენ წელს უფრო მეტი მოლოდინი გვაქვს ვიდრე 2025-ში. შესაბამისად, გავზარდეთ რეისების რაოდენობა. ეს პირდაპირ კავშირშია იმასთან, რომ გაიზრდება, რა თქმა უნდა, მგზავრთა ნაკადიც. და მოლოდინი იმისა, რომ მოთხოვნა გაიზრდება, არის დიდი, იქიდან გამომდინარე, რომ ფასის ნამატი არ გვაქვს. ამ შემთხვევაში მოგიხსენებათ, გასულ წელს ასევე იმოქმედა, სადღაც 35%-იანი ფასის ზრდა გვქონდა 2024 წელთან შედარებით, რამაც რა თქმა უნდა. სერვის ფასია საუბარი. დიახ, თვითღირებული წელი შეხვდა. თვითღირებულება, დიახ, გაზრდილი ფასით. რაც შეეხება 2026 წელს, ამხელა ფასის მატება ჯერჯერობით არ ფიქსირდება, რაც კარგი მანიშნებელია იმის, რომ ჩვენ შეგვიძლია ეს დინამიკა შევინარჩუნოთ და თქვათ მოთხოვნა პირიქით გავზარდოთ და არ შემცირდეს. ანუ რას დაამატებდი? ერთადერთი დავამატებდი იმას, რომ თქვათ აი მიმართულებები, რაზეც თქვათ სალომე საუბრობს, უმეტესად არის სადაც ჩარტერული რეისები, ხო, სადაც ჩარტერული რეისები სრულდება, როგორც არის თქვათ ანტალია, შარმელ-შეიხი და ასე შემდეგ. კლება შეინიშნება, რა ვიცი, ჩემი ხედვით ასე ვთქვათ, კი, უფრო აი ევროპის მიმართულებებზე. აი ევროპის მიმართულებებზე ადამიანები უფრო მეტად იკავებენ თავს წინასწარი დაგეგმვისგან, რაც ვთქვათ, წინა წლებში მიჩვეულები ვიყავით, რომ უფრო და უფრო შეეჩვია ქართველი მომხმარებელი იმას, რომ წინ ნაადრევად დაეჯავშნათ, ნაადრევად ეყიდათ ბილეთი, ვთქვათ, აქციების ფარგლებში, ხო, ანუ ეს ძალიან მომგებიანი იყო. მაგრამ იმდენად შიშია ახლა ხალხში, რომ ვთქვათ, აი ვიზა ლიბერალიზაციის კუთხით, თუნდაც არასტაბილურობის კუთხით, რომ აი რა გააკეთონ, ან წინასწარ ჯავშნებს ერიდებიან. რაც მეტნაკლებად რაღაც გარკვეული ნაწილი გადანაწილდება ისევ და ისევ თურქეთის მიმართულებებზე. აუცილებლად ასე მოხდება, იმიტომ რომ თქვათ ხალხი, ვისაც უნდა ზაფხულში დასვენება და ცოტა 50-50-ზე განწყობა აქვს, რომ როგორი მდგომარეობა იქნება ვიზა ლიბერალიზაციის კუთხით, წინასწარ თქვათ აღარ დაგეგმავს ევროპას და უფრო მეტად დაგეგმავს თურქეთს. ანუ ეს აუცილებლად გარანტირებულ მიმართულებებს. ანუ ყველა შემთხვევაში თქვა თურქეთის მიმართულებით ბარიერები არ ექნება. სწორად გავიგე თუ არა თქვენი მონაყოლიდან, რომ თებერვლის შუა რიცხვებში გვექნება უფრო მეტი ინდიკაცია 2026 წლის რამდენად აქტიური იქნება. ესე, ხო? დიახ, სწორად ბრძანეთ, იმიტომ რომ ჩავუშვით გაყიდვებით დეკემბრის შუა რიცხვებში, ეს სახალხო გზადება, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ჩვენი მომხმარებელი უფრო ორიენტირებულია სახალხო საჩუქრებზე, იქ ვთქვათ, კორპორატიულებზე და ასე შემდეგ და ეს თანხის გადინება არ ხდება ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე. თუმცა უკვე იანვრის მეორე ნახევრიდან ძალიან აქტიურად იწყებენ აადრევ ჯავშნებს, რაც წლების განმავლობაში ჩვენ ვცდილობთ რომ დავამკვიდროთ ქართულ ბაზარზე, იმიტომ რომ გულწრფელად ყველას უწოდებს, ეს არის მართლაც რომ 40-დან 60%-მდე ფასთა სხვაობა, ეს არ არის კლიშე დადებული Black Friday, როდესაც ხალხს არ სწამს ფასდაკლების, ეს არის მსოფლიოში აპრობირებული მეთოდი, როდესაც ამ პერიოდში ყიდულ რაც უფრო ადრე შეიძენ, ბევრად უფრო პრიორიტეტი მომგებიანია, დიახ, მაგრამ მე ასევე მინდა დავამატო მიმართულებები, ეს არ არის მხოლოდ თურქეთი და არ არის მხოლოდ ეგვიპტე. ჩვენ ბოლო წლებია ძალიან აქტიურად მუშაობთ შუა აზიის და აფრიკის მიმართულებებზე, განსაკუთრებით წინ წამოვწიეთ ტაილანდის მიმართულება და წელს ასევე 2026 წლის სიახლე იქნება ტუნისი და მე ძალიან მიხარია, იმიტომ რომ მართლა მოსაბეზრებელია სულ ერთი და იგივე მიმართულებით მომხმარებელს შესთავაზო ეს ახალი პროდუქტი. ამიტომ მე ანას თანამშრომლებიც ყავდა ჩვენ წაყვანილი, ანუ ყველა ჩვენი კოლეგა, რომელიც ტოპ გაყიდვებშია საქართველოში, წავიყვანეთ ტაილანდშიც, წავიყვანეთ ტუნისშიც, თავიანთი თვალით ნახეს
რა გარემოა, როგორი პირობებია იმისთვის, რომ უსაფრთხოდ იგრძნოს მგზავრმა თავი, შესაბამისად 2026 წელს ქართულ მომხმარებელს გაცილებით უფრო საინტერესო მიმართულებები იქნება. თქვენი თანამშრომლები ტუნისიდან და აზიიდან. რა თქმა უნდა, განსხვავებული მიმართულება და განსხვავებული მიმართულება ყოველთვის უფრო მეტად საინტერესოა ხოლმე და ყველა შემთხვევაში ჩვენც უფრო მეტად გვინდა რომ ეს მიმართულებები წამოვიდეს. თუმცა არის გარკვეული ფაქტორები, ანუ რაც არ უნდა ვთქვათ, თავაზობდეთ მუდმივად ცოტა შორ მიმართულებას, ბევრ ადამიანს მაინც ჩარტერი და ვთქვათ პირდაპირ და ახლოფრენა ურჩევნია. ზუსტად ეს არის ვთქვათ მიზეზი, რატომაც პირობითად აი თურქეთი რჩება ლიდერად ხო ჩვენ ბაზარზე. ანუ თურქეთის მიმართულებით ადამიანები საკმაოდ მაღალ ბიუჯეტს ხარჯავენ. ხო, ანუ ძალიან აქ არ არის ფინანსური საკითხი მარტო, ხო? ანუ ვთქვათ ტაილანდზე ვთქვათ რომ აი ძვირია და იმიტომ არ მიდიან, ესე არ არის, ხო? ანუ მანდ უფრო მეტად იმის ძვირი სტერეოტიპი დავამსხვრიეთ თურქეთის ფასად თავისუფლად შესაძლებელია ტაილანდშიც მოგზაურობა. უბრალოდ აქ არის სხვადასხვა ფაქტორი. თურქეთი არა მხოლოდ საქართველოს ბაზრისთვის, არამედ მსოფლიო ბაზარზე არის ნომერ პირველი ქვეყანა, რომელიც ნამდვილად დაიკვეხნის სტუმართმოყვარე მასპინძლობის კუთხით პროფესიონალიზმში. ეს აღიარებულია ყველგან, თავისი all inclusive მომსახურები და ასე შემდეგ. ანუ როდესაც გულწრფელად არის ადამიანი თაღლილი და უნდა რომ არაფერი არ აკეთოს და უბრალოდ მასზე ვიღაცა მიზრუნოს, ამ შემთხვევაში თურქეთის ნებისმიერი კურორტი არის შეუცვლელი. ამაზე არ ვდაობთ. თუმცა რა თქმა უნდა, მრავალფეროვნებისთვის მე ძალიან ყოფილი ვარ პირადად ტაილანდის რიცხვებით, გაყიდვებით, არ ველოდებოდი ერთი წლის შეჯამებით ნამდვილად ისეთი პატარა ბაზარი როგორც არის საქართველოს, პირიქით ყველას ყურადღება მივიქციეთ ტაილანდში და ძალიან ბედნიერი ვარ ამით. დარწმუნებული ვარ, რომ ტუნისიც ზუსტად იგივე გამოხმაურება იქნება საქართველოს ბაზრიდან. ყველანი ტაილანდში. აუცილებლად მინდა მოვასწროთ იმ სიახლეზე საუბარიც დეტალურად, რაც 2026 წლის 1 იანვრიდან შევიდა სავალდებულო დაზღვევა ტურისტებისთვის. რას ცვლის ეს რეგულაცია? ძალიან დიდი ხანია ეგ წესი გვაქვს კომპანიის შიგნით, ისედაც ეგ გარდაუვალია. თვითონ ტურისტულებს კი, მაგრამ აი სადაზღვეო სექტორიც მათ შორის როგორ პასუხობს აი ამ რეგულაციას და როგორ ეხმიანება? ცირა, ორმა გაჩერდა პრინციპში, ხო ჩვენ საქართველოსთან როცა ვამგზავრებთ საზღვარგარეთ, ერთის მხრივ დაზღვევა ყოველთვის შედის პაკეტში, ტურისტულ პაკეტში და მეორეს მხრივ როცა ჩამოდიან ტურისტები. ამ შემთხვევაში ეს რეგულაცია უფრო მეტად ეხება ჩამოსულ ტურისტებს, ხო? ანუ ვინც კი, ანუ ვინც შემოვა საქართველოში, უცხოელი ტურისტი, მათთვის გახდა სავალდებულო. ანუ მიუხედავად განურჩევლად ქვეყნის. ანუ იყო გარკვეული ქვეყნები, ვისაც იყო სავალდებულო და ნუ ეხლა ყველასთვის სავალდებულო გახდა. თუმცა როგორც ჩვენ ვთქვათ საქართველოს მოქალაქეებს ვამგზავრებთ და ვატანთ ასე ვთქვათ დაზღვევას, ისე საზღვარგარეთ თიდან წამოსული თქვა ტურისტულად წამოსული ადამიანები აუცილებლად დაზღვევით მოდიან ხოლმე როგორც წესი. იქაური დაზღვევით უმეტესად. თუმცა ჩვენმა სადაზღვევო კომპანიებმა შეიმუშავეს უცხოელების დაზღვევა და ჩვენც როგორც შემომყვან კომპანიასაც გვთავაზობენ რომ ჩვენ შევთავაზოთ ჩვენ პარტნიორებს რომ თქვა მათგან შეიძინონ ეს დაზღვევა. აქ უბრალოდ როგორი მომენტია იცი ანა აი ხوار დააბრკოლებს ეს უფრო მეტად. მეც მგონია რომ ეს აპრობირებულია სალომეს მიუყვები ამ თემაში, იმიტომ რომ ვინ შედარებით გლობალურ მოგზაურობებში ის არის, ეს იციან და შეჩვეულები არიან, მაგრამ ჩვენ რაღაცა ხო იცი ყველაფერზე ფრთხილობთ. ეს ამ შემთხვევაში დარწმუნებული ვარ, თუნდაც ერთი თეთრითაც არ მომწონს და აი მგონია რომ აეროპორტში ალბათ მოეწყობა რაღაც პუნქტები, სადაც ვთქვათ ვისაც არ ექნება დაავიწყდა შეძენა, იქვე გაუკეთებენ. მე ესე ვხედავ, არ ვიცი. ეს უნდა იყოს, იმიტომ რომ შესაძაც ახალია და უნდა მოხდეს ადაპტირება. იმიტომ რომ აი წარმოიდგინეთ ბექპეკერები ჩამოვიდნენ, ვინც საერთოდ არ იცის ამ რეგულაციის შესახებ, ხო, როცა ტურისტულად მიდიხარ, ძალიან რთულია. ადგილზე რომ შეეძლოს შეძენა. ეს ჩემი აზრია უბრალოდ. ალბათ ეგრეც იქნება, იმიტომ რომ სხვანაირად უბრალოდ მეც ეგრე წარმომიდგენია. სხვანაირად ანუ რა შევები თქვა ევროპელი ტურისტი ჩამოვიდა, თვითონ შეიძინა ბილეთი სასტუმროდ დაჯავშნა, დაზღვევა არა აქვს და უკან. ერთადერთი დაზღვევა არა აქვს და რა. ხო, ანუ რას ვაკეთებთ უკან ხო არ გავუშვებთ. მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც მიმართავენ თუნდაც ტურისტულ სააგენტოებს, ან როდესაც ტუროპერატორი ფუნქციონირებს, ამ შემთხვევაში ეს ჩვენი რეგულაცია არის, წლები უკვე 30 წელია, პაკეტი ისე არ იყიდება, არ აქვს მნიშვნელობა საქართველოში შემოდის თუ თურქეთში გადის, ჩვენ ხო ერთი გლობალური კომპანია ვართ. შესაბამისად, ვალდებულება გვაქვს აუცილებლად ჩავთოთ დაზღვევაც. თებერვლის სტუმრობა მონიშნულია. სიამოვნებით. მადლობა დიდი მობრძანებისთვის და წარმატებები მიმდინარე წელს დარწმუნებული ვარ სტუდიაშიც ხშირად შევხვდებით ერთმანეთს. წარმატებები ჩვენ ყველას. მადლობა დიდი. გადავდივართ შემდეგ თემაზე, მანამდე მადლობა მობრძანებისთვის სალომე ბერაია. სალომე შევახსენებ საქმიან საზოგადოებას პეგას ტურისტიკ ჯორჯიას გენერალური დირექტორია და ასევე ჩვენთან ერთად არის ანა კირკიტაძე, იგი ვინგლეთის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორია.